შოთა ხიზანიშვილს და ვაჟა ლელუაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თენგიზ გუნავას კი 100,000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადამიანს როგორ გითხარით, თავზე მასკა ჩამოაცეს და ასე შემდეგ. პროცესის მიმდინარეობას გვანცა პაპავაძე ადევნებდა თვალს და დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. გვანცა მოგესალმებით, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. საქალაქო სასამართლოში ორივე პროცესი უკვე დასრულდა. 4 საათიანი სხდომის შემდეგ შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაცვის მხარემ პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთი მათგანი შოთა ხიზანიშვილისთვის თავდებში გიგი უგულავას, ხოლო ლელუაშვილისთვის უმცირესობის კიდევ 3 წარმომადგენლის ჩადგომას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე შოთა ხიზანიშვილისთვის 20,000 ლარიანი, ხოლო ლელუაშვილისთვის 10,000 ლარიანი გირაოს დაკისრებას, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის ადვოკატები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და სავარაუდოდ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ვერ გაიქცა სასამართლო გარკვეულწილად და გარკვეული ფორმით ზეგავლენას ამ შემთხვევაში ბრალდების მხრიდან. რამე თუ დაწყებული პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, იყო დაუსაბუთებული, სუსტი და არარგუმენტირებული. მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, სასამართლომ მაინც გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და აკმაყოფილა მათ შუამდგომლობა და პატიმრობა შეუფარდა შოთა ხიზანიშვილს. ჩვენ ვთვლით, რომ გასაჩივრების საფუძვლები გვაქვს, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ 48 საათიანი ვადა გვაქვს ამისთვის. სასამართლომ ასევე უკვე მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. დაცვის მხარემ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაოს დაკისრება, თუმცა მოსამართლემ გუნავას 10,000 ლარიანი გირაო დააკისრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი ორშაბათს პროკურატურაში შეიტანენ განცხადებას, რომლითაც დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ, რადგან ადვოკატების განცხადებით დაკავებისაც პოლიციელებმა გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაოდეს. გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. ხიზანიშვილისა და ლელუაშვილის პროცესი ასევე დაესწრო თბილისის მერი გიგი უგულავა. ის ბრალდებებს უსუსურს უწოდებს და ამბობს, რომ საქმე ინიცირებული არის ბიზინა ივანიშვილის მიერ. მას იმის გათვალისწინებით პოლიციის თანამშრომელი არის, აქვს ამ იარაღების ტარების უფლება და სასამართლომ რომ ის არგუმენტი, რომ მას შეიძლება და ქონოდა ძველი დაჟანგებული მაკაროვი თან და ატარებს უკანონოდ, არ მიიღო საფუძვლად. იქიდან გამომდინარე, რომ მას ორი ამაზე გაცილებით უკეთესი იარაღის ტარების უფლება აქვს, რომელსაც სახში არის და სახში ინახავდა თან. და აი ამ ყველაფერი არგუმენტაციის გათვალისწინებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის. თენგიზ გუნავას თანხის გადახდამდე გლანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანენ. ადვოკატები ამბობენ, რომ თენგიზ გუნავასთვის თანხას დღესვე გადაიხდიან. მისი სასამართლო პროცესი 3 იანვარს ჩაინიშნა, რაც შეეხება ხიზანიშვილსა და ლელუაშვილს, მათი სასამართლო 8 იანვარს გაიმართება. მადლობა გვანცა, საქალაქო სასამართლოდან გვანცა პაპავაძე საუბრობდა.